ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 საათზეა დანიშნული. საქმე ეხება 2025 წლის 29 ნოემბრის ეპიზოდს, როცა გამოძიების მტკიცებით ოპოზიციონერმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვას სცადა. 10 ივლისის სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვა-სიტყვის. პროცესებიდან გაძევებულ ალეკო ელისაშვილს კი საბოლოო სიტყვის უფლებას მისცემენ. ამის შემდეგ მოსამართლე გიორგი გელაშვილი განაჩენის გამოსტატანად სათათბიროდ გავა. დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ წარმოთქვა. დაზარალების წარმომადგენელმა გვითხრა ის, რომ უშუალოდ ამ შემთხვევაში ქმედების დასრულების შემთხვევაში ზიანი იქნებოდა 25 მილიონზე მეტი ლარი. მნიშვნელოვანია გარდა ქონებრივი ზიანისა ის ფაქტი, რომ ქმედების დასრულების შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევა მოხდებოდა ბრალდებულის მხრიდან. საქმეზე ზარალი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით არის 110 ლარი და მეორე ფაქტი არის ფიზიკური დაპირისპირება მანდატური სამსახურის თანამშრომლობთან. თუმცა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც წარმოაჩენდა იმის ალბათობას, რომ შექმნილ ვითარებაში ცეცხლის გაჩენა გამოიწვევდა სასამართლოს შენობის გადაწვას და გამოიწვევდა 25 მილიონიან ზარალს. ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმთან დაკავშირებული ორი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს. ბრალდების მიხედვით პოლიტიკოსმა თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა. ამ ბრალთან დაკავშირებით დაცვის მხარე ამბობს, რომ თაროზე შემოდებული ძველი საქმე ელისაშვილს პოლიტიკური მიზნებით დაუკავშირეს. სინამდვილეში კი შემთხვევის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა. ეს მუხლით 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.